მოგესალმებით მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ გამომიგზავნეს ბულგარეთში გარდაცვლილი მოღვაწე დაფარული ბერის დობრევის ვიდეო. ეს 103 წლის ასაკში გარდაიცვალა ეს პიროვნება და 40-50 წლის მანძილზე ყოველდღიურად მათხოვრობდა, წირობდა, დახმარებას ითხოვდა წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში, აი როგორც ჩვენთან იყო დედა კაცია, ანუ დიცქემონაზოლი დომნა, დაფარული უდიდესი ასკეტი და უდიდესი ბერი, სალოსული ტიპის ბერი, თან სალოსი. ასევე ბრძანდებოდა ჩემი აზრით ეს პიროვნება იქაურ ნეველის ტაძარში ბულგარეთში, რომელიც ყოველდღიურად წმინდა სოფიას ტაძრიდან უზარმაზარ მანძილს გადიოდა იმისათვის, რომ იმ ტაძრამდე მისულიყო, სადაც მათხოვრობდა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამ პიროვნებას თავის დროზე საეკლესიო დიპტიხში, შემოწირულობის დიპტიხში, ანუ ხო აქვს ეკლესიებს, რომ აი ვინ რამდენი შემოწირა და როგორ რა მოწყალება გაიღო, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი შემოწირულობა გაუღია სწორედ იმ ადამიანს, რომელიც მათხოვრობდა ამ ტაძრის შემოგარენში და რომელსაც დიდ ყურადღებას შეიძლება ითქვას, ზოგიერთი ადამიანი აქცევდა და ზოგი არც აქცევდა, მათ შორის სასულიერო პირი. აქვე მახსენდება ერთი ფაქტი, აი როცა სახარებაში ვკითხულობთ, რომ ბრმაჩობილი მათხოვარი განკურნა მაცხოვარმა იესომ, სინედრიონი ვერც კი ცნობს ამ პიროვნებას და ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა წყვეტა იყო სასულიერო დასსა და ერის ადამიანებს შორის, იმიტომ რომ სასულიერო პირიც ერიდან უნდა აღმოცენდეს და თუ წამოვიდეს, იმიტომ რომ ციდან არც ერთი სასულიერო პირი არ ჩამოვარდნილა, არც მაშინ და არც დღეს და ალბათ სასულიერო პირს ალბათ კი არა უფრო მეტად მოეთხოვება და მოეკითხება, რა მოეკითხება? ხალხთან ბმა, ანუ თავისი მოსახლეობა უნდა უყვარდეს და ამით უნდა იყოს გამორჩეული თავიდანვე. ხო, საქმე რაშია, ანუ ეს ბაბუა დობრის თემა და მეორე ვიდეო იყო იმის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესო ვიდეო გამომიგზავნეს, როცა საუბრობს წმინდა პაისი ათონელის თანამეკელიე პიროვნება, ბერი ასევე და ბრძანებს, რომ სხვათა შორის ბაბუა დობრიც, როგორც ვიცი, წამიკითხავს ასეთი ინფორმაცია, რომ ისიც დედა კაციას მსგავსად შესაძლოა ბერად ყოფილიყო აღკვეცილი, ოღონდ დაფარულად. ანუ საერო სამოსით, მათხოვრის ჩვეულებრივი მწირის, მათხოვრის სამოსი ეცვა. ხო და მეორე ვიდეო რაც გამომიგზავნეს, ასევე ფარულ მოღვაწეებს, ფარულ წმინდანებს ეხებოდა, ძალიან საინტერესო იყო ეს, რომ აი ათულისცაზე 12 თუ 9 თუ 7 და ამ შემთხვევაში მამა პაისი როგორც ბრძანებდა ამ ბერთან პირად საუბარში, იყო თურმე არსებობს 7 დაფარული მოღვაწე ათულისცაზე და მამა პაისი ეუბნება ეს ბერი რო აღტაცებული ეკითხება იქ ათონისთაზე არსებული ჭორების გამო რო არსებობს 12 დაფარული მოსაგრე და ასე შემდეგ უდიდესი წმინდანები. ეუბნება რომ შენონ უგეშენიაო, მეცაც გეტყვიო, ერთ-ერთი მამა სერაფიმია, ვისაც მე ვიცნობ 4 ბერს ვიცნობ იმ დაფარული 7 არიან ჯამშიო, მაგრამ მაგასე გაცილებით დიდი წმინდანებიც არსებობენო ათონისთაზეო, ოღონდ ეხლა რო გითხრა ვინ არიან ისინი და რას მოღვაწეობენ, რას საქმიანობენო, შენ ხელფეხ შეკრულს საავადმყოფოში გიკრავენ თავსო, საგიჟეთშიო. ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება ამ საკითხზე. აი მაგალითად მაკარი დიდის და ანტონი დიდის მომენტი ჩემი აზრით აქ გადამწყვეტია და ამაზე დიდი რა უნდა ითქვას, როცა უდიდესი სულიერების მატარებელ ბერს, მეუდაბნოე ბერს და შეიძლება ითქვას გარკვეული თვალსაზრისით ფუძემდებლებსაც კი, იმიტომ რომ მაშინ ახალწამოწყებული იყო სამონასტრო ცხოვრება და რაღაც, ბავშვურ ეტაპზე იყო, ჩანასახში იმყოფებოდა მონასტრული ცხოვრება, მით უმეტეს მეუდაბნოე და იმიტომ რომ როგორც ვიცით, ეს მოწამეობა რო შეწყდა, მოწამეობრივი სულით და ქარიზმით ახსებული მამები გავიდნენ უდაბნოებში, სადაც ხედსაც კი კომფორტულს არ ეძებდნენ და ითვალწუნებდნენ იმის გამო, რომ ის მათ სულიერებაში ხელს უშლიდა. და ორივე ამ ბერს, მაკარი დიდსაც და ანტონი დიდს, ჰქონდა მითითება, რომ ანტონი დიდს თქვათ ალექსანდრიელი ხარაზის შემთხვევაში მეწაღეს, ანუ მეჯღანეს, ძველ ქართულად, ეს არის ფეხსაცვლის მკერავი, დამკემსავი, მიუთითა პირდაპირ ღმერთმა სულიწმინდამ გაუხსნა სულში, რომ არის შენზე დიდი მოღვაწე, რომლის სრულყოფილებამდე ჩენ არ მიგიღწევია, მაგრამ ის არის ალექსანდრიაში ერის ადამიანი მეწაღე და მაკარი დიდ საერთოდ უთხრა, რომ ორი გათხოვილი ქალი დები, რომლებიც
მოღვაწეობენ ერში და ჰყავთ ოჯახი, შენზე გაცილებით დიდ სულიერ მდგომარეობაში იმყოფებიან და რა თქმა უნდა ორივე მოღვაწე გაუგნდა და გაუცდა და წავიდნენ მათ სანახავად და ამას სილვან ათონელი ძალიან ღრმა სწავლება ეს და აქ უბრალოდ ამ ვიდეოში ვერ შევეხები და იქიდან გამომდინარეც რომ ეს ალბათ სულიერი ცხოვრების პრაქტიკას მოითხოვს, რაც ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მოგვეთხოვება უბრალოდ გაოცება, აღტაცება ღვთის დიდებულებისა, რომ რა დიდებულია უფალი თავის წმინდანებში, რომ ასეთი წმინდანებიც ყავს და ისედებიც ყავს. და ზოგადად აი რო ვაკვირდებით წმინდანებთან დაკავშირებით როგორი სტიგმა არსებობს, ოღონდ შიშის, აი კეთილი თვალით რო ვთქვათ, როგორი სტიგმა იცით, აი შიში არსებობს, რომ აი რო არ აღმოჩნდეს წმინდა, რო შეუცდეთ, იქნებ ბოროტისგან არის, ან იქნებ ისი არ აი შენ რა იცი რომ წმინდანია და ესეთი, მოკლედ ვიტყვი, როცა ადამიანის გამოცდილებას ეხება საქმე, აქ უკვე ალბათ უბრალოდ ბანალურია, იმიტომ რომ არაწმინდა აღსარების საიდუმლოს ვერ ხედავს, არაწმინდა ადამიანის გულს, რახვებს, ფიქრებს ვერ ხედავს, მით უმეტეს კეთილ ფიქრებს და კეთის რახვებს, თორემ ბოროტი და რასაც ბოროტი გაწვდის, ის შეიძლება თავად თვითონაც იცოდეს, ხო, იმიტომ რომ თვითონ გინერგავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როცა ღვთის აშკარა მადრის გამოვლინებები არის, აი როგორც მეტეხის მამა აკაკის შემთხვევაში, რომელიც რამოდენიმე აი თითქმის ერთი თვეა უკვე რაც გარდაიცვალა და იყო ღვთის მადრის უნიკალური და უდიდესი გამოვლინება, რომელიც მას მიეცა ეშმაკეულების, შეპყრობილების განკურნების თვალსაზრისით და მასთანაც იყო ეს აზრების დაფიქსირების და რა არის იყო მოკლედ იგივე დედაკაციასთან მიმართებით და უბრალოდ კიდევ ერთხელ გულდაწყვეტით შემიძლია აღნიშნო ის ფაქტი, რომ რატომღაც საქართველოში მე სხვა ერის წარმომადგენელი არ ვარ და რა ვიცი, რასაც მე ვხედავ საქართველოში იმას ვამბობ, უბრალოდ შეიძლება სხვაგან უარესი სიტუაციაც არის, არ ვიცი. არის დიდი არაკეთილმოსურნეობა ვიღაცის წმინდანობასთან დაკავშირებით. აი ესე უფრო ნათელი და ზუსტი შეფასება იქნება. აი ვიღაცა რო არის წმინდა, აი უკვე ეს რო ვიღაცას ყურში ესმის, ეს უკვე აი დუში გადმოსდით პირიდან, რომ აი ვიღაცა შეიძლება იყოს წმინდა და რატო მე არ მესმის უბრალოდ. აი ვიმეორებ, კიდევ ერთხელ მოусმინე ერთი კვირის წინ იყო ზუსტად მიწვეული სასულიერო პირი ერთ-ერთ გადაცემაში და ათონის მთაზე პირდაპირ საუბრობდა როგორც ცოცხალწმინდაზე ადამიანზე და აქ რატო არ შეიძლება ვინმე იყოს წმინდა. აქ რატო არა ახსენებაში დედაკაცია, მამა გიორგი ბასილაძე, ბერინიკოზი, მამა ფილარეტი, კი, აი ბერინიკოზი ვთქვათ, მოქმედი წმინდანი გაუგებარიში, მესმის, აი ყველაფერი, აი მამა ფილარეტ გუდინოვი, აი მამა ლეონტი შვანია, არსებობენ უამრავი წმინდანები თანამედროვეობაში, რომელთა ხსენებაც შეიძლება, მაგრამ რატომღაც, აი როგორც მამა საბა ოსტაპენკო ბრძანებს, ცოცხალწმინდაში სული წმინდის ის გამონაშუქი იმყოფება ალბათ, რომელიც ძალიან აწუხებს ამ როგორი სტილის შეპყრობილ ადამიანებს იცით სამწუხაროდ, რომლებიც მაცხოვარმა თავის დროზე არ განკურნა. აი სახარებაში წერია, რომ მაცხოვარმა ბრმა, ყრუ, მუნჯი, უდიდესი ზადის მქონე ვართ ყველა ადამიანი ვიმყოფებით რაღაც მხრივ შეპყრობილობაში. უბრალოდ ვიღაცაში ეს გამოჩნდა, ამას მე პირადად მასწავლიდა და მიხსნიდა მამა აკაკი მეტეხის, რომ მასთან მოსიარულე არც ერთ შეპყრობიზე მაღლა არ დამეყენებინა თავი, იმიტომ რომ ეს ასეთი სახის ნატანჯი ადამიანები გადიოდნენ მიწიერ ცხოვრებაშივე ღვთის განსაკუთრებული განგებულებით საზვერეებს, ანუ იმას, რასაც მე პირობითად ჩემნაირი ცოდვილი ადამიანი გარდაცვალების და ყველა ადამიანი, რასაც უნდა გადიოდეს გარდაცვალების შემდეგ. ანუ ესენი არიან ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელი ხალხი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ანუ როცა ადამიანს ხმები ესმის, გაურება აქვს, ასე შემდეგ და რამოდენიმე პიროვნებას იქ ვთქვათ ოჯახსაც ჩამოაშორეს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ასეთ ადამიანთან ცხოვრება. მოკლედ, კეთილმოსურნეობას რაც შეეხება, აი წმინდა ბარსანოფიდიც ეკითხებიან 584 კითხვა ეს და იოანეს ეკითხებიან სულიერ სახელმძღვანელოში კითხვა-პასუხის სტილითაა, რომ აი როგორი განწყობით უნდა ვიყოთ, თქვათ მათეს სახარების მეათე თავში წერია, ხო, რომ მაცხოვარი ბრძანებს, საერთოდ მაცხოვარი რო ბრძანებს, იქ უკვე ჩემი აზრი, შენი აზრი, ჩვენი აზრი ერთობლივად, რაოდენ ჭკვიანურადაც არ უნდა შეხერდეს, მაცხოვრის სიტყვაზე წინ ვერ დავაყენებთ.
ყველა განმარტება, ყველა ეგზეგეტიკა, რომელიც სახარების საერთო სულიდან გამომდინარე, არ ამომდინარეობს, უარყოფილი იყო კრებების მიერ, იმიტომ რომ ეს არაა ის, რომ შენ მოგელანდა და მე მომელანდა, მაშინ უკვე გამოცხადებითი უნდა იყოს და ისეთ სიმაღლეებს უნდა უფლობდეთ, რასაც ჩვენ ვერ უფლობთ და ვერც შეიძლება ალბათ რომ უფლობდეთ. ხო და როცა მიდგება საქმე წმინდაზე, აი როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს რეალურად. ბარსანოფი დიდი ბრძანებს, რომ რახან მაცხოვარი ამბობს, რომ ვინც წინასწარმეტყველს შეიწნარებს წინასწარმეტყველის სახელით, მიიღებს წინასწარმეტყველის საზღაურს, საზყიდეს, ანუ ისეთივე ჯილდოს, ესე რომ ვთქვა, თანამედროვე ენით. ვინც მართას მართლის სახელით შეიწნარებს, მართის საზღაურს მიიღებს. ვინც ერთ ჭიქა წყალს დაალევინებს, ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, აი ჩვენ რო არარაობად გვეჩვენება, რომ ეს ცოტა ისეთი მორწმუნეა და ეს ცოტა წმინდანებს და ასე შემდეგ, 1000 გვარი მოვლენის გამო, სხვათა შორის იმ შეპყრობისა ჩვენ რო ზემოდან ვუყურებთ და ამის არაერთი ფაქტია, შეპყრობის ზემოდან საერთოდ რატომ უნდა დახედო ადამიანი როგორ ტანჯვაში იმყოფება, ხო? შეგიძლია განერიდო, ამაში არავინ არ გამტყუნებს და დისტანცირება ზოგადად ქრისტიანული თვალსაზრისით ცოდვა არასდროს არაა. რომ შენ შეიძლება ვერ გაუგო და შენი განვითარების გზა იმას თავისი. შეგიძლია დისტანციური სიკეთით იმყოფებოდე დისტანციური სიყვარულით. ესე იგი ბარსანოფი დიდი ბრძანებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი შენო მიაგეო წინასწარმეტყველის პატივი და როგორც წინასწარმეტყველი ისე მიიღეო. და თუ კი ის არ აღმოჩნდება წინასწარმეტყველიდან მართალი, შენ მაინც ორივე საზღაურს მიიღებსო. უფრო მეტსაც გეტყვით, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი არსებობს, მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უდიდესი ეგზეგეტი წმინდა წერილის, რომელიც მათეს სახარების განმარტებისას ამ მეათე თავზე აკეთებს კომენტარს, რომ ვინმეო შეიძლება ანუ შენ თუ მიიღებ ხوار დაგეკარგება, მაგრამ აი რო შევატრიალოთ და ეს შიში რო არსებობს დღეს, რომ რო არ იყოს წმინდა აი ბერნიკოზეც, რო არ იყოს წმინდა და მამა გიორგი ბასილაძე, რო შევწდეთ, რო არ აღმოჩნდეთ მართლები ჩვენს გულს რო ვენდოთ, არა და ბევრს კანახობს გული, რომ არის კაცი წმინდაა, მაგრამ ამდენ ადამიანს კუნავს, საკუთარ თავს არ იკუნავს, ანუ ჯვარცმულ ცხოვრებას ეწევა. ასე იყო მამა აკაკი, რომელსაც სხვათა შორის დასცინოდნენ ამის გამო, რომ ეხა არ მინდა რომ უფრო ხრმად შევეხო, უბრალოდ მის სულიერ შვილებს შეიძლება კიდევ ერთხელ ეტკინოთ გული და ამ ნაჭრილობებზე ისეთ მამა აკაკი ახალად გარდაცვლილი ბრძანდება და არ იქნება ალბათ ამაზე საუბარი კარგი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა ანუ წმინდანი ესე აკეთებდა სიმეონ ახალი, ესე აკეთებდა სხვები, ანუ წმინდანი სხვებს კუნავს და საკუთარ თავში არ იკუნავს დაავადებებს, ის პირიქით თვითულობს და პირიქით ჯვარცმულ ცხოვრებას ეწევა, რის გამოც ჩდება კითხვა, რომ თუ წმინდანი ხარ, თავი განიკუნე. ანუ იგივეა, რომ ქრისტეს რასაც ეუბნებოდნენ, რომ ჩამოდი ჯვრიდან, შენ სხვების განკურნაო, შენი თავი სხვების ხსნელო, მესიაო, სხვები იხსენი, სხვებს თუ იხსენი, საკუთარი თავი იხსენი. და ბარსანო ისა ნეტარი თეოფილაქტე ბრძანებს, რომ არ გამიგზელდეს ძალიან სიტყვა, რომ თუმცა არაფერი არაა, მე მგონი ამ თემით დაინტერესებული ადამიანისათვის უინტერესო აქ რასაც ვამბობ პირიქით, ძალიან საინტერესო აი კულევა, კირკიტი, ძიება, სად როგორ იყო და რა როგორ იყო, რომ არ შეუცდეთ. და თამამები ვიყოთ რაღაც გაგებით. ბრძანებს, რომ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი უდიდესი ავტორიტეტი, რომ ის რომც არ აღმოჩნდეს წინასწარმეტყველი, ან მარტო სიტყვით აღმოჩნდეს და საქმით არა, შენ მაინც მიიღეო და შენ მაინც მიიღებ ორივე შენ მაინც როგორც წინასწარმეტყველი მიიღე და შენ მაინც არ დაკარგავს საზღაურს. რატო? იმიტომ რომ შენ რო კეთილმოსურნეობა გაქვს, ადამიანმა შეიძლება მოგატყუო, შეიძლება ცრუ წინასწარმეტყველია, შენ რა იცი, მაგრამ ცრუ ქარიზმის მატარებელი, მაგრამ ღმერთი ხო არ ტყუდება, შენ რო კეთილმოსურნე ხარ. ამიტომ ყველა ჯილდოს მიიღებ, რაც უნდა მიიღო. გახსოვთ ხო? 12 მოციქულიდან იაკობი და იოანე ზებედესეები მიდიან მაცხოვართან და იოანე ეუბნება, აპოკალიფსისის ავტორი, რომ მაცხოვარო უსაყვალესი მოწაფე, მაცხოვარო დავინახეთო, რომ ვიღაც კაცი შენი სახელით კუნავდაო და ჩვენო არ მოყვებაო, ანუ მაშინდე პირველ ეკლესიას წარმოიდგინეთ და ჩვენო აუკრძალეთო შენი სახელით ისა ეშმაკების განდევნაო და მაცხოვარი ეუბნება, რომ ვინც ჩვენკენ არის ის ჩვენ წინააღმდეგ როგორ შეიძლება იყოს, ანუ ვინ ჩვენ წინააღმდეგ არაა, ჩვენკენ როგორ არაო, ანუ რატო უკრძალავთ ჩემი სახელით კუნებას, ეს შემთხვევით არ შეიძლება რომ მოხდესო და პავლე მოციქულიც ბრძანებს, ხო? არავის არ შეუძლია უფალს უწოდეს უფალი, მაცხოვარს იესოს მხსნელი, თუ არა სული წმინდით, ანუ გარკვეული დოზით, ძალით, სხვა განზომილებით, სხვა სამყაროთი, რომელიც
ჩვენთვის შეიძლება უცნობია, სხვაში შეიძლება მოქმედებდეს ამ კუთხით მადლი. ამას ადასტურებს სწორედ მაკარიდიდის და ანტონიდიდის მომენტები. და კიდევ ერთი რაც მინდოდა მე თქვა არის ის, რომ სილვან ათონელი უდიდესი თანამედროვე ავტორიტეტი და აი დღეს ყველა მოწინავე ღვთისმეტყველი თუ თეოლოგი, განსაკუთრებით ათონური სკოლიდან ან საბერძნეთში განთქმული, ათანასე ლიმასოლელი და ასე შემდეგ ეყრდნობა სილვან ათონელის გამოცდილებას და ის ბრძანებს, რომ მე ორჯერ ვიყავიო ხიბშიო, მაგრამ არის ხიბლის ორმაგი მომენტები. წეღა რატო თქვი, რომ მაცხოვარმა ყველა განკუნა, ყრუ, მუნჯი, კეთროვანი, რა ვიცი, იმ 1000 ლეგიონით შეპყრობილი, ანუ 1000 ბოროტი სული წარმოიდგინეთ, რომში ეს 1000-ეულს ნიშნავდა, თუ ავწდები 2000, ზუსტად არ ვიცი, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რამოდენიმე 1000-ეულ ბოროტს უს და არა ერთსა და ორს და ამით იყო შეპყრობილი ადამიანი, ის განკუნა, აქით თქვათ, რამოდენიმე კიდე ბოროტის სულით ან ერთი ბოროტის სულით შეპყრობილი, მაგრამ არ განკუნა და არ შეუთავაზებია იმათვის, ვინც სულიწმინდის ძალის და მადლის მოქმედებას გმობდა და ბრძანებს მაცხოვარი, რომ ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანს კაცის ძის, ანუ ჩემი გმობაც, მაგრამ ჩემში სულიწმინდის მოქმედება არ მიეტევება. ამას რო გმობ, არ მიეტევებაო. აი ეხა მე მივადექით ცოცხალი წმინდანების გამყოფ საკითხს, რასაც მამა საბა ოსტაპენკოც ეხება, წმინდანი ესეც, რომ ცოცხალი, ანუ მოქმედი წმინდანის უარყოფა იმიტომ ხდება სწორედ, რომ გარდა იმისა, იმ შემთხვევებისა, თუ უბრალოდ არ გესმის და დისტანციას იჭერ, იმიტომ რომ ეს არაა გაუგებარი და მიუღებელი წმინდა ადამიანისთვისაც და წმინდა წერილისთვისაც, იმიტომ რომ გასაგებია სუსტი ადამიანი ხარ, იმხელა სულიერი ხედვა არ გაქვს და არც მოგეთხოვება ალბათ, მაგრამ გმობას იწყებს ყოველთვის ის, ვისაც აი ის გამონაშუქი ეხება, მასში მყოფ შეპყრობილობას, ანუ რა გამოდის ეს სულიწმინდის ცეცხლი, მოქმედი ცეცხლი, გარდასული არა, იმიტომ რომ განსვენებული წმინდანი უკვე სხვა მდგომარეობაში იმყოფება სავარაუდოდ და დედამიწაზე ეს მემკვიდრეობითი ჯაჭვი, რომ იმყოფება, აი სწორედ ეს შეხებაში მყოფი, აი შენ რა გრადუსითაც გადმოგწვდა სულიწმინდა, ანუ გამოვლენილი სულიწმინდა წვავს ადამიანს რეალურად, გამოვლენილი, იმიტომ რომ მამა აკაკი მაგალითად გამოვლენილი სულიწმინდის ჭურჭელი იყო, გამოვლენილი სულიწმინდის მადლი. არა ის პერსონალურად, როგორც მამა აკაკი მელიქიძე, მაგრამ მასში მოქმედებდა ეს მადლი და ამ მადლს ის სიცოცხლეშივე სხვებშიც გრძნობდა, მაგალითად მამა გიორგი ბასილაძის შემთხვევაში და რაც მან ბრძანა მამა გიორგის შემთხვევაში ჩემთან პირადად და არაერთი სხვა მამის შემთხვევაშიც, სხვათა შორის ერის ადამიანის შემთხვევაშიც, რომ აი მაგალითად მამა გიორგიზე მითხრა, რომ სანამ სასულიერო დასი იმას გაიგებს, რომ ჩვენიო უმეტესობა, რომელიც უვიცობაში იმყოფება და სხვებსაც ამყოფებს, რომ და ამას ის შეურაცხყოფით კი არა, უდიდესი გულისტკივილით ამბობდა, იმიტომ რომ თვითონ იყო სასულიერო დასის წარმომადგენელი. მაგრამ მეუბნებოდა ამათ არ უსმინო, უსმინეს სწორედ იმათ, ვინც მეორე ჩობის გზა, აი ნიკოდიმოსთან რომ მაცხოვარი ბრძანებს, გაიარა და მეუბნებოდა, რომ აი მაგალითად მამა გიორგი ბასილაძე და სხვა მამები, რომლებსაც უბრალოდ არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ რაღაცა მაინც შურის საგანი ან არ ვიცი არ დარჩეს, ეს უდიდესი მამაო არა მხოლოდ მეორე ჩობის გზას ადგასო, არამედ უკვე ქრისტეში მეორე ჩობილი კი არა, დაკაცებული და დაღვინებული. აი როგორც პავლე მოციქული წერს, ქრისტეს სულ მამაკაცობრივ ასაკში, ანუ სულ განღმრთობაში და ღმერთშემოსილებაში მყოფი მამაო. და წარმოიდგინეთ დღეს იმის თქმაც კი ჭირს, რომ მამა გიორგი ბასილაძე უბრალოდ კარგი ადამიანი და კარგი კაცი იყო. და რაც შეეხება სულიწმინდის მადლის მოქმედებას ცოცხალ წმინდაში, ჩვენ ნეტარი ანდრია სალოცის შემთხვევაში, პავლე მოციქულის შემთხვევაშიც თავად, აი როცა ის ძალმოსილებას იყენებს ცოტა სხვა კუთხით, რაც დღეს ცოტა გაუგებარია და ამაზე შეიძლება სხვა დროს საუბარი. ანუ მაინც და მაინც არაკეთილი გაგებით. აი მაგალითად სიმეონ ახალ ღვთისმეტყველზე ნიკიტა სტიფატი თავისი მოწაფე ბრძანებს, რომ მან ერთხელ დასაჯა ადამიანი ფიზიკური სნეულებით, რომელიც მასში მყოფ სულიწმინდის მადლს შეეხო და ამბობდა, რომ ეს დემონური ძალებით აკეთებსო რა, სასაულებსო და დაისაჯა პიროვნება პირდაპირ ცოცხალი მოქმედი წმინდანისგან, ამის გამო. პავლე მოციქული არაერთხელ იყენებდა სხვათა შორის პავლე მოციქულმა აი რო უკვირთ ორმხრივი სტანდარტიაო ამბობს პავლე მოციქულმა იობის მაგვარი წყულები აი სხეული რო ულპებოდა შეყარა ერთ-ერთ პიროვნებას პეტრე მოციქულმა აი მოქმედმა სულიწმინდის ცეცხლმა ანანიას და საფირას არაპატია თავისი ანგარებითი დამოკიდებულება თქვათ
თორე იქ სხვა მომენტში ვხედავთ და ღმერთი რო პიროვნულია, ამას დავაკვირდეთ, წმინდანიც და ღმერთიც აუცილებლად პიროვნებაა და პიროვნულია. ანუ რა, შენ ასე დაგსაჯეს, მაგრამ სხვა შეიძლება სხვანაირად ეპატიოს, ან ნაკლებად ეპატიოს. შენ შეიძლება აქვე მოგთხოვონ, მე შეიძლება 5 წუთში დავისაჯო და ასე შემდეგ. ანუ რა მომენტია? სხვა ადგილას ვიცით ხო, რომ სიმეონ მოგვი თუ არ ვწდები, ან სხვა პერსონაჟის თხოვს, რომ აი მეც მომეცით სული წმინდის ნიჭი, ფულს მოგცემთ, ან ქონებას და ოღონდ მეც მომეცით, რომ ჩემგან მიიღოსო ხელდასხმულმა სული წმინდაო და იქ შენიშვნას აძლევს მოციქული და ეუბნება, რომ შენ რეებს ლაპარაკობ ამის მოხვეჭა ფულით, რატო განიზრახე, სატანამ რატო ჩაგინერგა ეს გუში, მაგრამ იქ არ ისჯება პიროვნება სიკვდილით, როგორც იმ შემთხვევაში, როცა ანანიამ და საფირამ სული განუტევა. ანუ ჩვენ თუ გვინდა გარკვეულწილად მასობრივი აზროვნებიდან ამოვიდეთ და აი პიროვნებებს მოусმინოთ და პიროვნულ გზაზე დავდგეთ, აუცილებლად უნდა ვიცნოთ წმინდა და აუცილებლად უნდა გქონდეს კეთილმოსურნეობა, რომ ვიღაც არის ჩვენს ირგვლივ წმინდა. მით უმეტეს, როცა ისეთ ფაქტებს ვაწყდებით, რაც ხდება დღევანდელ საქართველოში და მადლობა ღმერთს ამისათვის, რომ ხდება და ეს აუცილებლად სულ სხვა კუთხით განავითარებს საქართველოს და მე მინდა იმ შიშთან დაკავშირებით, რომ აი ხშირია ხოლმე სექტანტური გამოვლინებები მესმის, ყველა წმინდა მამასთან ეგრე იყო. განსაკუთრებით როცა დიდ სულიწმინდის ცეცხლს, ანუ ნიჭს და ღმერთშემოსილ დიდ მამას ვეხებით, იქ შეუძლებელია რომ არ იყოს იოანე კრონშტადტელის, ვისთან ერთადაც ფოტოებია გადაღებული და უდიდესი წმინდა მამაა ხო, მთელი ყოფილი საბჭოთა სივრცის და მთელი მსოფლიო დონის. წარმოიდგინეთ, ყავდა გვერდით იოანიტების სექტა და ხლისტებიც, რომლებიც, რა ვიცი, პირდაპირ ხელზე კმენდნენ, რომ იოანესგან ზიარება მივიღოთო და ცხვენს ლამის იოანეს სისხლით აკურთხებდნენ და იქ ვიღაც პარასკება, ორი ღვთისმშობელი ყავდა, ცოცხალი ღვთისმშობელმა მაპატიოს ამ სექტის წარმომადგენლებს, ერთ-ერთი მიქაელ მთავარანგელოზი იყო, ეს ქალბატონები კორიდორს უკეთებდნენ, რომ ღირსარსის გალობით შეეცილებინათ და მოკლედ სული საგიჟეთი, ყველას ეგონა მის გვერდით თავი, მეფე, დედოფალი, პატრიარქი, მთავარანგელოზი, ანგელოზი და სერაფიმი და ასე შემდეგ. ანუ არ მიდიოდა დამდაბლებისკენ და გულის ტკივილისკენ და იქითკენ, რომ თანავუგრძნო სხვებს, თანავუგრძნო ჩემს ძმას, თანავუგრძნო იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ნაკლებად ესმის წმინდანის და ვიყო ამ გულის ტკივილით სავსე. მაგრამ რატო ვამბობ, რომ რამდენადაც დიდია სულიწმინდის ძალქმედება, ანუ კონკრეტულ წმინდანში, იმდენად უკვე იქ სექტანტური გარემოებაც არის. ასე იყო არსენ კაბადოკიელთანაც და აბსოლუტურად აი ყველა წმინდათან ამის გამო იგიჟიანებდა ვთქვათ თავს წმინდა მაქსიმე კავსოკალიველი და წმინდა გრიგოლ სინელმა ამოიცნო ხო სხვა ბერებთან მიმართებითაც კი ისე იქცეოდა რომ ოღონდ არავის დაენახა მისი ყვაწრი და ასე შემდეგ და არის ხოლმე გამოვლინება როცა ღმერთი ეუბნება ღმერთშემოსილ მამას რომ აი მამა გაბრიელსაც ხო ქონდა ესეთი რომ სასაუთ მოქმედებითი ხო სასაულებს ახდენდა და მოუნდა რომ კაცთა დიდებას განრიდებოდა და შიომღვიმეში წავიდა დასაყუდებლად, მაგრამ ღმერთმა მოაბრუნა რომ წადიოდა ხალხს ისე ემსახურე როგორც ემსახურებიო, მაგრამ როცა ხდება წმინდანისგან ამ დონის ძალის გამოვლინება, კურნება, აზრების კითხვა, წარსულის აწყოს, მომავლის ცოდნა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მარადისობას მიერთებული ბერები არიან ესენი და სილვან ათონელი ამის შესახებაც წერს, ხო? აქ უკვე ჩვენ უნდა ვიყოთ არ უნდა გვიკვირდეს მოკლედ ის განდიდებითი მოვლენები რაც ხდება, იმიტომ რომ ყველა ადამიანს სხვადასხვა საღვთისმეტყველო სკოლა, ბაზა, მონაცემი გააჩნია და ყველას არა აქვს სახარება წაკითხული. ამის გამო ხო არ ნიშნავს რომ მე უფრო დიდი თქვათ მორწმუნე ვარ რომ სახარება ეს გამორიცხულია, ხო? ესეთი ხედვა. და აი დაუშვათ როგორც მაცხოვართან იყო, როგორც მოციქულებთან იყო დამოკიდებულება რომ ანუ მიწიერ ადამიანებთან ასე ვთქვათ გაღმერთების კი არა ღმერთის ძალმოსილების შეცნობის და კაცი იძახის რომ ეს ისეთი რამე ხდება ჩემს თავს რაც არასდროს არ მომხდარა და ღმერთია აბა რა ანუ ძალიან ყოფითად გულწრფელად ადამიანურად ხებულობს იმ მოვლენას რასაც ღვთის ჭურჭელი ანუ თვითონ ღმერთი რასაც ახდენს ადამიანისგან, იმიტომ რომ ფსალმუნებში პირდაპირ წერია რომ მხოლოდ ღმერთია სასაუთ მოქმედი და თუ არა ღვთისგან აბა ვისგან ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ აი შოთა ნიშნიანიძე ყავს ჩვენ უდიდესი ჩემი აზრით ერთ-ერთი შეუფასებელი თუ დაუფასებელი პოეტი და
პოეტი წინასწარმეტყველი, რომელთანაც მივაკვლიე ესეთ რამეს, ძალიან მიყვარს მისი პოეზია და ბრძანებს, რომ აი როცა კანდიდების გვეშინი, აი ჩვენ ყველას ვადიდებთ ზოგადად. პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს მერე უცებ შევიძულებთ ხოლმე ასე ამოვაგდე, ჩამოვაგდე, ზოგადად იყიდე, გაყიდე ფსიქოლოგიის, მომიტეხე, ესეთი ფსიქოლოგიის მატარებელი მერყევი ადამიანები ვართ, გასაგებია, მაგრამ შოთა ნიშნიანიძე ბრძანებს ესეთ რამეს, რომ ამას რატომ ამბობ, თუ ყავს ირაკლი ჩარკვიანი მეფე თავის სფეროში, თუ გალაქტიონი იყო მეფე, თუ მესი ან რონალდო ან მარადონა ან პელე თუ არიან მეფეები, რატო არ შეიძლება სულიერ სფეროშიც ჩვენ ყავდეს მეფეები, მოქმედი წმინდანების სახით, ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონები რა, როგორც გინდათ დაარქვით, როგორც კარატეში, ტაიკვანდოში არის ამ სფეროს წამყვანი გამრღვევი წარმომადგენლები, სულიერებაშიც არის და აი შოთა ნიშნიანიძე რას ბრძანებს, რომ მეფეებს ტაში, გმირებს ტაში, ჯალათებს ტაში კლოუნებს, სპორტსმენებს ტაში, დამგოსნებს ტაში, ბრძენმა, რომელიც შეცმა ერთხელ იმასხრა კიდეც, ტაშს თუ უკრავენ წინასწარმეტყველს. ანუ შოთა ნიშნიანიძემ თავის თანამედროვეებს ჩემი აზრით მიუდიდა და ამხილა კიდეც გარკვეულწილად, რომ თუ კი ყველას ტაშს უკრავთ, თუ კი ყველას განდიდების სცენით ვართ შეპყრობილები, რატო არ შეიძლება კეთილმოსურნეობით ვიყოთ შეპყრობილები იმ ადამიანის განდიდებით, რომელიც ღვთისკენ სავალ გზაზე მიგვითითებს და არა მარტო მიგვითითებს, პირდაპირ წარმოადგენს კიდეც მკაცრი ლოცვებით, მარხვებით, იმ მკაცრი და ჯვარცმული ცხოვრების წესით, რასაც და ვისაც ის წარმოადგენს. ეს იყო და ეს რაც მინდოდა მეთქვა დღეს ფარული თუ მოქმედი წმინდანების შესახებ, რომლის ერთ-ერთ აუცილებლად დიდ სვეტს წარმოადგენდა აღნიშნული პიროვნება, დობრი. ძალიან დიდი მადლობა.